თავისუფლებამ ზია ამაღლობელს რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, რომელსაც პოლიციელზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებიან, ნიკა გვარამია მოინახულებს. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პოლიტპატიმარი რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე წუთში შევა. ნათია ტრაპაიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის, მივიდა თუ არა უკვე გვარამია საპატიმროსთან. გისმენ ნათია. დიახ, ნიკა გვარამია უკვე მოვიდა რუსთავის მეხუთე საჯელახსულების დაწესებულებასთან, სადაც მე-11 დღეა იმყოფება უკვე ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი, ის რამდენიმე წამში შევა უკვე ამ დაწესებულებაში და მოინახულებს სინდისის პატიმარს, მზია ამაღლობელს, რომელიც ასევე მე-11 დღეა უკვე შიმშილობს და ასევე მაყურებელმა უკვე იცის, რომ გუშინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იურისტებს უარი უთხრათ მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის მიღებაზე. ნიკა გვარამია ახლა თავად გვეტყვის, მთავარი ინტერესი რა არის მზია ამაღლობელთან და ასევე მისი საქმესთან დაკავშირებით სააპელაციომაც არ მიიღო მისი საქმე წარმოებაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქალბატონ მზია არის სინდისის პატიმარი, იგი არ არის აქ როგორც პოლიტიკოსი, ჩემი დაჭერა მაგალითად ჟურნალისტობის დროს მაინც უფრო პოლიტიკური მოტივებით იყო, მაგრამ ქალბატონი მზია სწორედ როგორც ჟურნალისტია დაკავებული, იმიტომ რომ ის ჟურნალისტია. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ამ სილის გაწვლას გულისხმობ ადამიანის პასუხი იმაზე, რომ მას შეაფურთხეს. ძალიან დიდი ბოდიში ამ ვითარებაში ჩვენ როგორ მოვიქცევით ნებისმიერი ჩვენთაგანი, ეგ არავინ არ იცის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ქალბატონ მზიას მხარდაჭერა ჰქონდეს სრული. მე მაქვს ჩემი შესაძლებლობები და კავშირები, ამიტომ ვაპირებ, რომ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, პირველ რიგში ვაპირებ, რომ წავიდეს საკუთარი ხარჯებით და საკუთარი პოზიცია გამოვხატო, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მას. მე ვარ შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი, რომელმაც მიიღო ჯილდო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისგან, ზუსტად ამ ასე ვთქვათ თვალსაზრისით ვაპირებ სიარულს, მე მეთქმის სიტყვა მათთან, მათ შორის CPJ-სთან პირველ რიგში და სხვა ორგანიზაციებთან. მე მაქვს ნდობა მათგან და რეალურად მაქვს ვალდებულებაც ჩემი აზრით, რომ ქალბატონ მზია დავიცვა ბოლომდე და ბოლომდე ადვოკატირება გაუწიო მას. მე არ ვაპირებ საქართველოში მის ადვოკატობას, თუმცა თუ თვითონ ექნება ეს პოზიცია, ამისთვისაც ვზად ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ქალბატონ მზია უნდა გამოვიდეს ამ ციხიდან და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც უკიდურესად წარმატებულად ეწეოდა აქამდე. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ მისი მედია ძალიან რთულ კომბინაციას, ასე ვთქვათ, წარმოადგენს. რთულს ზოგადად ჟურნალისტიკაში, იმიტომ რომ არის თან ძალიან დაბალანსებული და ძალიან სანდო და პარალელურად არის ძალიან პოპულარული. ხო, ეს საკმაოდ რთულია ამის გაკეთება, მე ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. ქალბატონ მზიამ ეს შეძლო. შეიძლება ის ერთადერთი იყოს ამგვარი ტიპის მედიებში, სხვებსაც პატივს ვცემ ძალიან, მაგრამ ნეტგაზეთი ჩვენ ვიცით, რომ თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ძალიან სანდო წყაროა და ჩემი საყვარელი, ასე ვთქვათ, ციფრული მედიაა, ყოველთვის ვკითხულობ მას და ადამიანს პატივი უნდა ვცეთ, არა მისი დამსახურებების გამოც და ასევე პირველ რიგში იმის გამოც, რომ იგი უბრალოდ საკუთარი პოზიციის გამო იხდის ახლა სასჯელს არაფრისთვის. პირიქით დაზარალებული ამ ვითარებაში ქალბატონ მზია სწორედ. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ, რომ მან დატოვოს საპატიმრო, რაც შეიძლება სწრაფად. მისი საქმიანობის ეწოლა გაძლიერდეს მაქსიმალურად ჟურნალისტის დაპატიმრების გამო საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. მისი საქმიანობის გამო თქვენს აღნიშნავთ დაკავებული მზია ამაღლობელი. რა გზავნილია ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ზოგადად მედიისთვის? ეს ჩვეულებრივი მუქარაა და ძალადობა მედიაზე, რომელიც იწვევს არა მხოლოდ ზოგადად პრობლემებს, არამედ შინაგან ცენზურასაც, რა ძალიან ცუდი რამ არის, პირდაპირ გეტყვით, ჟურნალისტებს როგორც არ უნდა გამოხატავდნენ ისიც, როგორი გამბედავებიც არ უნდა იყოს, შინაგანად ყოველთვის ახსოვთ, რომ ჟურნალისტი საკუთარი პოზიციების გამო დაიჭირეს და ეს სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს მედიაში, ეს ყველამ იცის, შინაგანი ცენზურა, გარე ცენზურაზე გაცილებით უფრო ვარესი რამ არის.
ამიტომ ქალბატონ მზიას მაგალითი უნდა გახდეს ყველასთვის გასაგები და მისი გამოხსნა ეხლა არის ყველას საქმე, არა მარტო ჟურნალისტების და მედიის, არამედ ზოგადად ყველასი, ვინც ქართულ დემოკრატიას გულშემატკივრობს. ტრამპის გადაწყვეტილებაზეც მინდა კითხოთ. იქიდან გამოვალ და მე გავაკეთე. დროებით შეწყდა საგარეო დახმარება, მათ შორის მესამე სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციების. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული თანხები საქართველოში შემოდიოდა ამერიკიდან? ძალიან მარტივია ეს ამბავი. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დახმარებები მიიღოს, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გამოაგზავნის დახმარებას ქვეყანაში, სადაც თვითგამოცხადებული ხელისუფლება უზურპირებულია და ეს ხელისუფლება ყოველდღიურად აგინებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. 20 იანვრის მერე აფერი არ შეიცვლება პოზიტიურად ქართული ოცნებისთვის, მაგრამ საქართველოსთვის უკვე შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა, ეს ხელისუფლება ზოგადი პრობლემაა, მაგრამ საერთაშორისო დახმარებებიც გაჩერდება. კორუმპირებულ ხელისუფლებას ფულს არავინ არ ჩაუგდებს ხელში. ტრამპს უწოდებით ბოროტ კლოუნს, აი ამ დღესაც იგივეს ფიქრობთ? ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამჯერად მე ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ ბუნებრივია, როგორც ჟურნალისტის და პოლიტიკოსის შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდება. კი ბატონო, და რამდენი სქესი არსებობს, რომ გითხრათ ბატონო? სქესი არსებობს ორი. ყველა შემთხვევაში ეს ბიოლოგიური ფაქტია. გენდერი არსებობს ბევრი, ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ზოგადად დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება, ან მოლოდინები კი ახსენეთ გარკვეულწილად, რომ შეიძლება ქართულ ოცნებას რაიმე გარკვეული მოლოდინები არ ქონდეს განსაკუთრებული, მაგრამ აი რა შეფასება შეიძლება იყვეს, ან მის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რა შეიძლება რომ ივარაუდოთ? ნახავთ. ვარაუდის გამოთქმა რთულია, ახალი ადმინისტრაცია, ნახავთ ყველაფერს, მაგრამ ქართულ ოცნებას აქვს იმედი არ უნდა კონდეს. ის არის ხელისუფლების უზურპატორი და ჩაწერილია იმ რეჟიმების რიგში, რომლებსაც ხელისუფლება აქვს მიტაცებული ვენესუელასთან, ირანთან და ასე შემდეგ. ძალიან სამარცხვინოა, რომ საქართველო ამ რიცხვში არის ჩაწერილი. ძალიან სამარცხვინო. ამერიკის სახელმწიფო მდივანზეც კითხავთ მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს და მშვიდობის გარეშე რთულია ძლიერი ქვეყნის შექმნა. როგორ ფიქრობთ, მის განცხადებას როგორ შეაფასებთ? ეროვნული ინტერესების წინ წაწევა არაფერი ახალი არ არის, პირდაპირ შემიძლიათ გითხრათ, ეროვნული ინტერესი არის უპირველესი. ამაში დახმარებას დასავლეთისგან ვიღებთ სწორედ, რომ ჩვენი ერი იყოს წარმატებული და ბედნიერი იყვნენ ქართველები. იმის გამო, რომ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არიან, ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ არის. დებატები ბრიუსელში მოვისმინეთ კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როგორ აფასებთ საქართველოს მსჯელობას ზოგადად ბრიუსელში და რა განცხადებები გაკეთდა? სამწუხარო ამბავია, მაგრამ როცა ხელისუფლება უზურპირებულია, ესეთი ტიპის ქვეყნები დემოკრატიის სრული ჩამოშლით ვერ ხდებიან ევროპასთან დაახლოებულები. ეს ფაქტია, ჩვენ ბოლო შანსი მოგვწეს, როცა კანდიდატის სტატუსი მოგვწეს, ეს შანსი არ იყო დამსახურება საქართველოს ხელისუფლების, პირიქით ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ქართულ ხალხს ანგარიში გაუწიეს. ეს იყო ბოლო შემთხვევა. უფრო მეტი დაახლოება, ვიდრე ეს ხელისუფლება არსებობს, თეორიულადაც გამორიცხულია. სამწუხარო. აი აქ ჩაგეკითხებით ამ დებატების დროს გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოს მოაქციონ იზოლაციაში. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის სხვა ქვეყნის ინტერესებში ჩარევის მცდელობა? სხვა ქვეყნის ინტერესებში ჩარევა როგორ არის? იზოლაციაში მოქცევა იმ ქვეყნის გაგებით, ვინც ამას აცხადებს, ნიშნავს იმას, რომ თავად არ ექნება ურთიერთობა და უკაცრავად, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ვისთან ექნება ურთიერთობა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში და არც ერთი ცენტი, ევროცენტი იქნება თუ ამერიკული, არ შემოვიდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ასე მოქცევის პირობებში საქართველოს ფულს არავინ არ მისცემს და ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს. და ეს საქართველოს ხელისუფლების არჩევანია, თვითგამოცხადებული ხელისუფლება. ამერიკის მაგალითად ატლანტიკურ საბჭოში იყო სალომე ზურაბიშვილი, მას ჰქონდა გამოსვლა და ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია საქართველოსთან, რომელიც მიიწვიეს და მოვისმინეთ მისი განცხადებების და ზოგადად გაკეთებული განცხადებები. რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკაში? ჩვენთვის განსაზღვრელი არის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის განსაზღვრელი, პირდაპირ ვამბობ, მაგრამ ეს მხარდაჭერა ვერ იქნება, ვიდრე ეს ხელისუფლება
მიტაცებული ხელისუფლება აქვს ქართულ ოცნებას. გამორიცხულია ეს უბრალოდ ხელისუფლების მიტაცების პირობებში უზურპატორებს ხალხს არავინ არ უჭერს დემოკრატიული სამყაროდან. გამორიცხულია. სალომე ზურაბიშვილს წარმატებას უსურვებ, იგი ნამდვილად ლეგიტიმური ხელისუფლებაა, ვიდრე ახალი არჩევნები არ იქნება და არ ავირჩევთ ახალ ლეგიტიმურ ხელისუფლებას. თუმცა აქვე შემიძლია ვთქვა, რომ პარტიები, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ასევე ლეგიტიმურად წარმოადგენენ ამ ქვეყანას გულისხმობ ოპოზიციას. ლორა თორთონის განცხადებაზეც მინდა გითხოთ, თქვენი კოალიციის წევრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ტრამპი არის მოძალადე. როგორ ფიქრობთ? ვის აკრიტიკებს? დროას წევრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ტრამპი არის მოძალადე და არ უნდა მოხდეს მისი ქება. მე არ ვიცი ვის აკრიტიკებს, პირველად მოსმის. განცხადება დროას წევრი ვინ არის? მარიკა გეტყვით ეს კურსჭრის ჩვენ ქართული მეგობრების შეფასებები. რაც არ ვიცი მარიკა მიქიაშვილის პოსტს გამოეხმაურა ამ განცხადებით და თქვა, რომ ტრამპი არის მოძალადე და არ უნდა მოხდეს ქართველების მხრიდან მისი ქება. როგორ ფიქრობთ, აი ეს სწორია, არა ის სწორი იღებთ ამ კრიტიკას თუ არა? ქართველი პოლიტიკოსების დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პოლიტიკოსებს ვსაუბრობთ, მარიკა მიქიაშვილზე, ხო? დორას წევრზე. ქართველი პოლიტიკოსების პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ არის მათი საქმე. ლორას აქვს უფლება, რომ ეს გააკრიტიკოს. ეს კრიტიკა მისაღებია თქვენთვის, როგორ ფიქრობთ? ეს კრიტიკა არის ობიექტური თუ არა? არა, მე ვერ გეტყვით ეს ობიექტური კრიტიკაა თუ არა, მე ამგვარი დამოკიდებულება არ მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ, რასაც ლორა ამბობს, მაგრამ ეს მისი ქვეყნის პრეზიდენტია და მას აქვს უფლება, რომ ის გააკრიტიკოს. მეთიუ ბრაიზმა განაცხადა, რომ ჯო ვილსონის აზრები ტრამპისთვის მიუღებელია. ეთანხმებით ამას? არ ვიცი, რაც არ მინახავს, ვერ გეტყვით, უნდა ვნახოთ ამ განცხადება და მე გეტყვით. მიუღებელია თუ საინტერესო არ არის. ამას ალბათ ტრამპისგან უფრო გავარკვევთ, ვიდრე მეთიუ ბრაიზასგან. მადლობა. თქვენ უსმენთ ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ამ წუთებში უკვე შევა რუსთავის მეხუთე საჯავახსოვრების დაწესებულებაში და მოინახულებს მზია ამაღლობელს. თბილისში კი მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად კიდევ ერთი აქცია გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჟურნალისტები, ჩემი კოლეგები დღესაც ბანერებით იყვნენ მისული, სადაც წერია თავისუფლება მზიას და თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ასევე მათ წაიკითხეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც მზია ამაღლობელს მოუწოდეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და სამომავლო სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენს გვერდით ვართ. შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები. და გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გჭირდება. დიდი სიყვარულით და პატივისცემით, შენი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! გულშემატკივრების სააპარატო სასამართლო ფორმალურად ქიადორე. ამას სასამართლოსთან არავითარი კავშირი არ აქვს. საერთოდ დაუშვებად თქო, ადვოკატების და მზიას სააპარატო საჩივარი ის განსახილველად კი არ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა გუდოვანიძემ წინადრეს დარღვევების მთელი კასკადი წარმოადგინა მზიას პატიმრობასთან მიმართებით. მზია გაძლიერეს პატიმრობისთვის. ცხადია, ეს არ არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ შევშოვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე მზია აღიარება თავისუფალი.
მთავრობაზე არის პოლიტიკური განმარტების მსხვერპლი, პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი და შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია, მე დღეს მქონდა მცდელობა შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს ამ ადმინისტრაციული შენობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მე მას დაუკავშირდი მისი თანაშემწის და სხვა პირების საშუალებით, ვცადე დაკავშირება, ასევე მივწერე პირადი მესიჯით, პირადი ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა, როგორც მითხრეს, ვერ მითხრენ მას კონტაქტის დამყარება შეუძლებელია მასთან, ვერ შეძლო სპონსორება. თავისუფლება მზია ამაღლობელს ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის და ხელმძღვანელის გასათავისუფლებლად ბრძოლა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის სასამართლომ ამაღლობელის იურისტებს უარი უთხრა სააპელაციო სარჩელის განხილვაზე, როგორც მოისმინეთ, მათ შორის ნიკა გვარამიასგან საერთაშორისო ასპარეზის შეეცდება საკუთარი კავშირების გამოყენებას იმისთვის, რათა აიძულონ ივანიშვილის ხელისუფლება და პროკურატურა, რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. ნიკა გვარამია ახლა უკვე არის რუსთავის მეხუთე საჯავახსოვრების დაწესებულებაში, შეხვდება სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს, რის შემდეგაც ჩვენ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება ამ შეხვედრის.